ესე იგი დაასრულა ხო მამა? კი, დასრულდა ესე იგი იბერიის სახელმწიფოს გერბზე მუშაობა მივიღეთ აი ესეთი შედეგი. მეგონა ძალიან საინტერესო გამოვიდა, შირასი. კი, ძალიან მაგარია და ახლა აღნიშნოთ. აი როგორც შენ მომეცი მაშინ შენიშნა და უფრო აი აქეთკენ უფრო ქანდაგებისაგენ უფრო მეტალისაგენ წავიყვანეთ ჩვენი არწივი. ოქროს არწივი თავისი ოქროს ფრთებ მახვილიანი არწივია. აი ესეთი მახვილები აქვს ამ ვარწის ფრთებად. ეს აღმოჩნელია რომ არავინ ესე იგი არ დაჩაგროს, ვერ დაჩაგროს. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სიმბოლო ამის აღმოჩნელი არის რომ იყოს ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფო, რომელსაც ვერავით არის შავი ძალა ვერ მიეკაროს და ვერ დაუბრიოს თითი. წინა იმაზე მაშინ გამოტოვებული ქონდა ჩვენ გამოვრჩა. გვეთქვა აქ ყურძენი და ყურის თავთავია. ანუ აღმოჩნელი არის იესო ქრისტეს ჩვენი მაცხოვრის სიმბოლურად, ესე იგი სისხლი და ხორცი. ჩვენი ეს ქრისტიანობიდან ჩადებული ეს ელემენტები უნიკალურია და აუცილებელია. შემდეგ გუნკერზე ექნება ფარი, რომელზედაც მე დატანებული იქნება ბაგრატოვანთა გერბი მთლიანად. ნუ ამჟამად ეხლა გვაქვს ჩასმული მაცხოვრის კვართი. შემდეგ დაფნის რტო 9 ფოთლით, 9 სიძლიერის ნიშანია. გამარჯვების სიმბოლოს აღნიშნელი და აქეთა 9 ფოთლით სიძლიერის აღნიშნელი მუხის ტოტი. ქვევით არწივი ეყრდნობა ძალა, სიძლიერეს, ორლესულ მახვილს და მახვილზე არის ლენტი, რომელზედაც წერია დიდება უფალს თან ბოლნური ჯვრებით. ლურჯ ფონზე, ლურჯი ეს არის მამაღმერთის ფერი, დაცვის ფერი, სიმშვიდის ფერი და წარმატების ფერი. და რა თქმა უნდა, მზე უფალი ბორჯღალი, 9 ქილიანი ბორჯღალი და თავად თებაწეული ზემოთ, რომელსაც აი შვაში უყრია ეს ბორჯღალი და აქ როგორც კოშკები, ჩვენი დამცავი აი ზემოთ დააგვირდები და არწივით გამოსახული ისეთი ხევისბერული მზერით. არწივისებური ცხვირი ეს არის ქართული კავკასიური ცხვირი, განსაკუთრებით ჩვენს წინაპარს გურიაში, აი ზახარიაძეს განსაკუთრებით ესეთი ცხვირები აქვს ხოლმე. კოლხური ცხვირი არის. და ეს წრე თვითონ აღნიშნული არის აი მთელი სამყაროს, რომ ამ სამყაროში ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო ვიყოთ ჩვენ. გაიგე? და წინა იმაზე ჩვენ როგორც აღნიშნეთ, დროშაც ბორჯღალიანი, 9 ქიმიანი, შემდეგ ეს